ბათუმის საკრებულოს წევრები ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულებს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს. ქართველმა მოჭადრაკეებმა ესპანეთში სექტემბერში იასპარეზეს. დეპუტატები საჭადრაკო კლუბ დონას წევრებსაც შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს. ისაუბრეს 2018 წელს ბათუმში დაგეგმილ საჭადრაკო ოლიმპიადაზე და სპორტსმენებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მოვიგეთ ევროპის საკლუბო ჩემპიონატი და ასევე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი. განთესვით ვიყავით არა პირველი ნომრები, არამედ ტურნირში მესამე ნომრები და მეორე ტურნირში ვიყავით მეოთხე ნომრები და ეს ძალიან დიდი წარმატება, როდესაც პირველ ადგილს აღწევ ესეთ დონის ძალიან რთულ ტურნირში. ბათუმში ყოველთვის იყო ჭადრაკის დიდი სიყვარული, დიდი ტრადიციების მქონე ქალაქია და ისეთი მხარდაჭერით, როგორცაც დღეს გრძნობთ ყველანი, აუცილებლად იქნება შედეგები და იქნება გამარჯვება. ძალიან გაგვახარეს ჩვენი კლუბის წევრებმა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს. უნდა გითხრათ, რომ პირობები, სათანადო პირობები სავარჯიშოდ არა მარტო ამ კლუბის წევრებს, არამედ ბავშვებსაც არ აქვს. ამაზე ჩვენ ვფიქრობთ ქალაქის მესვეურები და უახლოეს ხანში მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად ჩავდებთ სახსრებს.